გამარჯობა. ისევ ჩვენ ახლა ვართ თემურ და ალექსანდრე ტაბატაძეები. გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, რომელიც შეეხებოდა უანეს, ანუ ისეთ არსებებს, რომლებიც არ განეკუთვნებიან კრომანიონელთა, ანუ ჰომო საპიენსთა გვარს. ასეთ საკითხებზე ჩვენ ფრთხილად ვეკიდებით ასეთ საკითხებს და ვცდილობთ, რომ მხოლოდ ფაქტებით, არგუმენტებით და მასტი ასე რომ ვთქვათ, ურთიერთ შედარებით ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ. თქვენ გახსოვთ, რომ წინა ვიდეოში და დანარჩენ ვიდეოებშიც თუ ნახავთ, ძალიან კარგი იქნება ყველა ვიდეოს, იმიტომ ისინი ერთმანეთს ავსებს. წარმოგიდგინეთ ორი თიხის ფიგურა, ეს იყო მამაკაცის, ეს კი ქალის გამოსახულებით. ჩვენ ამათ ახლა პირობითად დავარქვით ლუარსაბი და დარეჯანი, რომ ადვილად გასარჩევი იყო და ზოგადი სახელიც მოუძებნეთ, კუსკევი დავარქვით და შეიძლება ხანდახან ასეც მოვიხსენიოთ და ამიტომ არ გაგიკვირდეთ. ახლა ეს განეკუთვნება, როგორც გაგახსენებთ, როგორც მაშინ წინა ვიდეოში გითხადით, ძველი წელთაღრიცხვის 5500-4500 წლების პერიოდს, ვინჩას კულტურას და საოცარია, რომ გამოსახულია არა ადამიანის, არამედ ადამიანის მსგავსი არსებების ფიგურები და გაგახსენებთ, რომ ასეთი ტანსაცმელი იმ ეპოქაში არ არსებობდა და საიდან მოიგონეს თქვათ და ვინ მოიგონა, ჩვენთვის უცნობია. ყოველ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ამაში თუ ურევია ადამიანის ხელი შექმნაში ამ ფიგურების ვიღაცის დახმარებით და ვიღაცის, ასე რომ ვთქვათ, სწავლებით. ახლა მე ჩვენ გავაგრძელეთ და გითხარით, რომ ბარელიეფებზე, სხვადასხვა პეტროგლიფებზე და ასე შემდეგ და სხვადასხვა ცივილიზაციებში გვხდება აი მსგავსი ფიგურები, რეპტილოიდების სახით და ესეთი ადამიანის მსგავსი ფიგურით და ამას ყველაფერს ახლა დაწვრილებით ვიუყვებით. წინა თავში გითხარით, რომ ამის შესახებ ცნობები თეიმურ აზბატონიშვილსაც აქვს და მას უანესად მოიხსენიებს ამ არსებებს, არამიწიერ არსებებს, რომლებიც როგორც ჩანს მართლაც არსებობდნენ დედამიწაზე და გარკვეულ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებდნენ, ხელსაქმეს ასწავლდნენ ადამიანებს. გავიხსენოთ ახლა ეს პატარა ციტატა. ისტორიკოსი ესე ბეროს ავიცენ და აპოლონ იტყვია, ველთა შინა ქალდეისათა ცხოვრობდეს კაცნი ველურნი, მსგავსნი ოთხ ფეხთა ფსკერიდან ზღვისა ერიტრიისა და მერე ფრჩხილებში უწერია თვითონ თეიმურას ერიტრიის განმარტება, ესე იგი შავი ზღვისა გამოვიდა მყის ერთი წყლიერი მიწიერი ცხოველი, რომელცა განანათლა ზნენი მათნი, ესე განსაცვიფრებელი ცხოველი უწოდებოდა ამფიბიად, ანუ უანესად. მას უკვე აქვდა ორი თავი. ქვემოთ პირის სახე მისი იყო კაცისა, ხოლო ზემო პირის სახე მისი თევზისა. გამოუტევებდა ხმასა პირისაგან კაცისა, გარნა საგრძნობელი ხმაი მისი აღსავსე იყო მშვენიერ ზრახველობითა სიტყვისათა. ესე იგი ამბობს, რომ მათ შეეძლოთ თანამედროვე განმარტებით თუ ვთქვით, ადამიანურ ენაზეც საუბარი, ანუ ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე საუბარი. ახლა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ არსებობს უკვე გენეტიკური კვლევებით დადასტურებული, რომ კაცობრიობა, ადამიანი წარმოიშვა ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის გენეტიკური
ასე რომ ვთქვათ, შერწყმის შედეგად. ამას აღარ გავაგრძელებთ, ცალკე ვისაუბრეთ შემდეგ თავებში ამაზე, შემდეგ ვიდეოებში და ამიტომ უბრალოდ შეგახსენებთ. ესე იგი, ისიც ცნობილია, რომ პირველად იყო ერთი ენა, ანუ წინარე ენა, ზოგი პრაენასაც უწოდებს, უცხოურ ტერმინს თუ შემოვიღებთ, წინარე ენა. და კაცობრიობა, ადამიანები მაინდამაინც ასე მასიურად არ იყვნენ წარმოდგენილი დედამიწაზე. გავიხსენოთ იცით, რომ ადამიანის გაჩენის დროისთვის ეს არის დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მაქსიმუმი ავიღოთ, ზოგი 40 ამბობს, ზოგი 42, 45 ძველი წელთაღრიცხვის 45000 წლიდან დღემდე პერიოდამდე, მაგრამ უყურეთ კრომანიონელთა, ანუ ჰომო საპიენთა გაჩენის მომენტისთვის დედამიწაზე უკვე არსებობდა, ანუ სიცოცხლეს ასრულებდა ნეანდერტალელი. ერთი პერიოდი ესენი ერთად თანაცხოვრობდნენ, ეს ორი არსება. ერთი ჰომო საპიენსი, ანუ ადამიანის პირველი წარმომადგენელი და ნეანდერტალელი ეს იყო თქვათ არა ინტელექტუალური და ამბობენ რომ მცირე ინტელექტი გააჩნდა იქ დაკრძალვის დროს ყვავილების მიტანა იცოდნენ და რაღაც ასე ამდაგვარი ის არის სამარხებშია ყვავილები ნაპოვნი და რაღაც პრიმიტიული იარაღებსაც თვითონ ქმნიდა ეს ნეანდერტალელი. არის ისიც ვარაუდი რომ 3%-მდე 2-დან 3%-მდე ადამიანის კრომანიონელის გენეტიკა შეიცავს ნეანდერტალელისას, რომ იქ ცისფერი თვალებიო ზოგი ამბობს ქერათმა და ასე შემდეგ. მოდი ამაზე ნუღა დავწვრილმანდებით, შემდეგ გითხარით რომ შემდეგ გავაგრძელეთ. ესე იგი თანაცხოვრობდნენ ეს ორი უმაღლესი იმ დროისთვის ნეანდერტალელიც უმაღლეს სიცოცხლის ფორმას წარმოადგენდა დედამიწაზე, ვიდრე კრომანიონელი გაჩნდებოდა. ესე იგი, კრომანიონელი ჩნდება უცბად. გარდამავალი რგოლი ნეანდერტალელსა და კრომანიონელს შორის არ არსებობს. ჯერ არავის მოუძიებია და არავინ მოგატყუოთ ის, რომ დმანიში რომ ზეზვა და მზია არის აღმოჩენილი, ესენი ადამიანების წინაბრები იყვნენო არა. სიტყვიერად ამბობენ ადამიანის წინაბრები იყვნენო მეცნიერები, მაგრამ როცა ჩაეკითხები, უკვე ჰომო ერექტუსებად მოიხსენიებენ მათ და ჰომო ერექტუსები, ანუ გამართული ჰომოები არ იყვნენ ჰომო საპიენსები. სულ სხვადასხვა ასე რომ ვთქვათ, გარეგნული შეხედულებითაც სულ სხვადასხვა სახეობებს წარმოადგენდნენ და არა ინტელექტუალზე ხო ინტელექტუალურ მასე ხომ აღარ არის საუბარი. ესე იგი სხვადასხვები იყვნენ. კრომანიონელი ჩნდება ნეანდერტალელის პარალელურად. ოღონდ უკვე ნეანდერტალელი ასრულებს სიცოცხლეს დედამიწაზე, გითხარით ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 40000 წელი. და ახლა მე რომ თქვენ უფრო ღმათ ჩაფიქრდეთ, წაგიკითხავთ ამ უნარიც ბიბლიიდან, რათა ზუსტად მე მივყვეთ ვთქვათ მსჯელობას და მხოლოდ ფაქტებით ვისაუბროთ, არგუმენტებით და არავითარი ისა რომ აქვია ისეთი დასკვნები გამოვიტანოთ, თითქოს ჩვენ ან ერთ მხარეს ვემხრობით, ან მეორე მხარეს მეცნიერთა მიერ დადგენილ რაღაც დასკვნებს. არაფერს, უბრალოდ თქვენ თვითონ მერე მიხვდებით რა ხდება და როგორ არის ყველაფერი. დაბადებაში, ბიბლიაში, დაბადების წიგნში მეორე თავში არის ადამის გაჩენა არის პირველ თავში და მერე აი ევას გაჩენის პროცესი რომ მიდის. იქ უკვე არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ ესე იგი გააჩინა ევა ღმერთმა, რომ დააძინა ადამი და მოგვარა ძილქუში, ესე იგი ღრმა ძილი დააძინა, მერე რაღაც ოპერაციის მაგვარი ჩაუტარა, გააჭრა თანამედროვე რომ ვთქვათ, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარა, ამოაცალა ნეკნიო და ამ ნეკნიდან შექმნა მერე
ქალი, ანუ ევა ცხოვრება. ესე იგი, თუ დავაკვირდებით ამას, აქ არის საუბარი მართლაც რაღაც ქირურგიულ ოპერაციაზე. ესე იგი, ადამი შექმნა ღმერთმა მიწის მტვრისაგანო და თუ თანამედროვე იმაში გადმოვალთ და ვიტყვით ასე რომ ვთქვათ, გავიაზრებთ თუ რას ნიშნავს ეს მიწის მტვერი, იცით რომ სიცოცხლე არის მოლეკულათა ერთობლიობა და კომბინაცია და ესე იგი სავარაუდოდ შეიძლება ითქვას რომ მიწის მტვერში უნდა იგულისხმებოდეს, რადგან ახლა მაშინ იმ ეპოქებში როცა ბიბლია იწერებოდა და უფრო ადრე კიდე შუმერული მითოლოგია და ეპოსები, სადაც ანალოგიური საკითხებია სხვათა შორის განხილული, რადგან მოლეკულების შესახებ არავინ არაფერი იცოდა და ასე შემდეგ, მიწის მტვერი, ანუ უხილავი რაღაც ესეთი ნაწილაკების სახით იქნა, რო ვთქვათ, რა ქვია, შექმნილი სიცოცხლე დედამიწაზე. ესე იგი, სავარაუდოდ ახლა რასაც ჩვენ ვიტყვით, არ ვამტკიცებთ არაფერს, რაღაც ბიოლოგიური მასალა კრომანიონელის შექმნისთვის აღებული უნდა იყოს იმ ნეანდერტალელის, ასე რომ ვთქვათ, სხეულიდან და მისი გამოყენებით შემდეგ უკვე ჩარევით, ოპერაციული ჩარევით მიღებული იქნა კრომანიონელი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კრომანიონელისა და ნეანდერტალელს შორის გარდამავალი რგოლი არ არსებობს. როგორც ამას ვთქვათ, სიცოცხლის განვითარების ევოლუციური თეორია მიიჩნევს, დარვინისტა და ასე შემდეგ და თანამედროვე მეცნიერებიც ბევრი თვლიან, რომ აი ჯერ წარმოიშვა ჰომო ჰაბილისი, მერე ჰომო ერექტუსი, მერე ჯერ წარმოიშვა ავსტრალოპითეკი, მერე სამხრეთ აფრიკელი ავსტრალოპითეკი, მერე მისი ბიძაშვილი, მამიდაშვილი და ასე შემდეგ და ბოლო ეს დავიდა კრომანიონამდე. არაფერი მსგავსი არ არის. არ არის ნაპოვნი ვერცეთი ისტორიკოსი, ვერცეთი ასე რომ ვთქვათ, გენეტიკოსი ვერავინ ვერ დაადასტურებს იმას, რომ შვალედური რგოლი არსებობს ადამიანსა და ნეანდერტალეს, ანუ ჰომო ერექტუს შორის, აი ამ ორ არსებას შორის და შეიძლება ჩაითვალოს ეს შვალედური რგოლი დასაწყისად კრომანიონელის გამოჩენისა დედამიწაზე, ანუ დაბადებისა დედამიწაზე. ახლა ყველაფერს ამას მოუყაროთ ერთად თავი და ვთქვათ შემდეგი რაღაც. ესე იგი, ადამიანი მართლაც დედამიწაზე ღმერთის ჩარევით, უზენაესის ჩარევით, იქ წერია, რომ სახიერად შექმნაო, ესე იგი, ადამიანიო თავის სახიერადო, ბიბლიაში იცით, ახლა კონკრეტულ ციტატებს აღარ მოვიყვანთ და მას მიანიჭა სიცოცხლის სუნთქვა, შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა. ამის შემდეგ ეს ადამიანი, ევაც და ადამიც, ჯერ ადამი და მერე ორივე ერთად, ევა და ადამი, გარკვეულ სტერილულ გარემოში ცხოვრობდნენ, ანუ ედემის ბაღში. მერე იმაზეც არგუმენტირებულად ჩავწერთ ერთ ვიდეოს, ეს ედემის ბაღი სად არსებობდა, წინასწარ გეტყვით, რომ საქართველოში არსებობდა. ყველა ისტორიული ფაქტი, წყარო და დოკუმენტი მიუთითებს აი ამ ედემის ბაღის არსებობას, ასე რომ ვთქვათ, საქართველოში. ახლა რადგან ეს ორივე იყვნენ სტერილურ გარემოში, შემდეგ უკვე გახსოვთ, რომ ქვეწარმავალის სახით მოვლენილმა რაღაც არსებამ მათ ასწავლათ სიცოცხლის შემეცნების ხის ნაყოფი აჭამაო და არის აგებული ასე, რომ ვითომ ვაშლის ნაყოფიო, რომელიც შემეცნების, ან ცოდნის ხის ნაყოფი აჭამა და სიცოცხლის და მარადიულობის
იმისთვის რომ არ მიაქცია ადამიანს, რა ქვია, არ მისულიყო აქამდე, ღმერთმა ისინი მე გამოყარა 64-დან. გამოაძევა და დასახდენო 64-ის მახლობლადო ადამ და ევა და როგორც იცით უთხრა რომ აღორძინდით და გამრავლითო მაინც დალოცა ღმერთმა და ოფლითა პირითა თქვენისა და სჭამდე პულსა თქვენსა ვიდრე მიქცევამდე თქვენ და მიწადო და ასე შემდეგ. ესე იგი სავარაუდოდ აი ამათ უნდა ესწავლებიათ ამ ჩვენს რო ვთქვათ კურსკებს სავარაუდოდ ცოდნა უნდა გადაეცათ ადამიანებისთვის. აი აქ ამათ გეტყვით მერე მარტო ერთგან არ არის ეს აღმოჩენილი, დედამიწის სხვადასხვა ადგილებში აღმოჩენილი და ყველაფერზე დაწვრილებით ახლა ქვემოთ ვისაუბრებთ. ესე იგი ეს არსებები იყვნენ 7 სახის. საერთო სახელი ჰქონდათ ზოგიერთი მეცნიერი კითხულობს აი შუმერული ლურსმული დამწერლობიდან აბკალუსაც უძახოდნენ ამას ოანეს იგივეს ზოგიერთი აბგალად კითხულობს ამაზეც გვაქვს მცირე ვიდეო ჩაწერილი და უფრო ცლად ახლა გეტყვით აბკალუ ანუ აბგალ ეს ერთ და იგივე არის ანუ ოანესი უნდა ნიშნავდეს ჩანთიან კაცს საიდან ახლა ქართული აბგალ ჩვენ მივედით დასკვნამდე რომ აი ეს სიტყვა ქართული უნდა იყოს აბგალ ანუ აბგა და ზოგიერთი მეცნიერი ის ბურს და გულს თვლის და აბკალად კითხულობს და იგივეა აბკალი და აბგალი და იგივეა ესე იგი თუ დავაკვირდებით აი ნახეთ მათ ჩანთა უჭირავთ ხელში აი ჩანთები აქვთ ყველას ხელში ახლა გადავიდეთ კიდევ უფრო ახლოს ნახოთ სხვა აი წითელი იმით არის სადაც არის ჩანთა ეს სხვადასხვა ცივილიზაციებია აი ეს არის უკვე ამერიკის კონტინენტის აი აქაც ხედავთ ჩანთა უჭირავს ჩანთები ახლა ეს ის პერიოდებია კაი ეს ცოტა უფრო ზოგი უფრო ადრინდელი ცივილიზაცია ზოგი უფრო გვიანდელი მაგრამ შუმერულიდან მოყოლებული შუმერული ცივილიზაციიდან მოყოლებული აი ეს ჩანთები აქვს ხელში და ასეთი რაღაცა ადამიანს ხელს ჩანთა კავებოდა ხელში თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ ესეირნა ვთქვათ დედამიწაზე არსად არ გვხვდება არცეთ სხვა ბარელიებზე და არც ჩანახატზე და არც თიხის ფირფიტებზე და არცად და არაფერს არც პერგამენტებზე და ასე შემდეგ აი ამ არსებებს აქვთ ეს ჩანთები ხო გითხარით რომ ეს არის აბგალ იგივე და ჩვენ ამ შესახებ ჩვენს კვლევაში რჩელი ინფორმაცია გვაქვს მიძღვნილი ამ საკითხისადმი და თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი კვლევები კიდევ ერთხელ მოგმართავთ მოგწერეთ აუცილებლად და ჩვენ გამოგიგზავნით ამ კვლევებს ელფოსტაზია საუბარი მოგწერეთ და გამოგიგზავნით აი როგორ გამოსახულებებია და ყველგან აი ნახეთ აგერ პეტროგლიფებზე და აი რა კარგად ჩანს აგერ ჩანთით ხელში როგორ ჩანს ეს ჩანთა რაღაც ისეთ იმას წარმოადგენდა ჩვენი ვარაუდის შეიძლება ეს იყო ასე რომ ვთქვათ რაღაც ენერგიის წყარო ალბათ შეიძლება სხვა რამე იყო ამას სერიოზული მტკიცებულება სჭირდება და სერიოზული ასე რომ ვთქვათ კვლევა და განშა ახლა ეს აბკალუები იყვნენ 7 სახის ეს აბკალუები იყვნენ 7 სახის და ჩამოგითვლით ვინ რა იყო და რას წარმოადგენდა ოანა დაასრულა გეგმებით ცისა და მიწის შესახებ მერე უანედუგა იყო დაჯილდოებული ყოვლის მომცველი დაზვერვით
შემდეგი იყო ენმედუგა, რომელსაც კარგი ბედი მიენიჭა. შემდეგი იყო ენმეგალამმა, რომელიც დაიბადა სახლში. შემდეგი ენმებულუგა, გაიზარდა საძოვრებზე. შემდეგი ან ენლილდა, ქალაქ ერიდუს ცოდნე, ანუ რო ვთქვათ პირველი ეს ყველაზე ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ერიდუ. ალბათ მის დამაარსებელი ან რაღაც. უტუ აბზუ, რომელიც ზეცა დავიდა. ეს არის ახლა მესოპოტამიურ, შუმერულში, აქადურ მასში სწავლებებში და ყველგან ეს ინფორმაციები. აქედან გამომდინარე, ესე იგი საერთო სიტუაცია რომ თქვათ და ეს ინფორმაციები ერთად მოვაგროვოთ ყველაფერი. უნდა ვივარაუდოთ, რომ მეტი ალბათობით აი ეს არსებები მართლა იმ ეპოქაში იყვნენ ადამიანებთან ერთად და გარკვეული ცოდნა მისცეს მათ. შემდეგ არის ედოქის წიგნში ასეთი ინფორმაციაც, რომ ღმერთი განურისხდა ამათ მერე, ნაწილი დახოცა ღმერთმა და ნაწილი წავიდა უკან. განურისხდა იმის გამო, რომ ადამიანებს ასწავლა ცოდნასთან ერთად აი საშინელებები მერე იარაღის გაკეთება, ერთმანეთის ხოცვა და თუ პარალელს გავავლევთ დაბადების წიგნთან, ამაზე ყველაფერზე არის საუბარი დაბადების წიგნში. უბრალოდ ეს ცოტა ტაბუ დადებული თემებია და ჩვენც მაინდა-მაინც არ გვინდა ახლა რომ ვიღაცამ ისე წარმოიდგინოს თითქოს ღმერთის გმობელები ვართ პირიქით. აი ეს ყველაფერი როცა ჩვენ წინ შევხვდა, ასე რომ ვთქვათ, კვლევის პროცესში, როცა ვიკვლევდით გრაკლიანი გორის შესახებ დამწერლობითი არტეფაქტების ფაქტებს და ბაშპლემისას და გავშიფრეთ ისინი. ეს საკითხები შევხვდა და დაგვაინტერესა და შევისწავლეთ და კიდევ უფრო მეტად ავმაღლდით წმენაში. ქრისტიან მართლმადიდებლები ვართ და ძალიან ავმაღლდით, რომ უნდა ჩაითვალოს ზედმიწევნით ზუსტად არის დაბადებაში, დაბადების წიგნში და საერთოდ ბიბლიაში კაცობრიობის და ადამიანის შექმნის ისტორია მოყოლილი დასაბამიდან აი ზუსტად და ძალიან ესეთ რო იტყვიან სკრუპულოზულად, რა თქმა უნდა შეიძლება იქ რაღაც იყოს ისეთი ჩართვებიც, რომელიც თქვათ უფრო ლიტერატურული ხარისთვის იყოს დამახასიათებელი, მხატვრული სიტყვიდან გამომდინარე, თორემ ინფორმაცია და არგუმენტები და წყაროები მისაღებია ბიბლია, შუმერული ეპოსები, აქადური და ასე შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროებია. მათზე უფრო მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროები ადამიანებს ჯერ არ გვიპოვია, არავის აღმოუჩენია, არც ერთ არქეოლოგს და მომავალში არ ვიცით, ახლა შეიძლება ზეციდან ვიღაცამ რაღაცა ჩამოგვიტანოს. ახლა ჩვენ გადავიდეთ კიდევ ერთ ყველაზე მეტად მნიშვნელოვან საკითხს. აი აგერ არის საქართველოს, ჩვენი საქართველოს რუკა. ჩვენ დავიწყეთ, როგორც მოგახსენეთ ადრე, ფესტოსის დისკოს წაკითხვა, გაშიფრვა. ახლა ამაზეც გეტყვით ორიოდე სიტყვას, რომ რამოდენიმე ადამიანმა კითხა, რომ ფესტოსის დისკო გაშიფრულიაო და თქვენ რა შიფრავთო და გასაგებია, რომ გაშიფრულია და არავის და მიმართ ჩვენ პრეტენზია არ გაგვაჩნია, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მარტო ქართული ვარიანტი კი არ არის ფესტოსის დისკოსი წარმოდგენილი. 5-6 მეცნიერი ამტკიცებს ფესტოსის დისკოს გაშიფრის შესახებ თავის, ასე რომ ვთქვათ, მასალებზე დაყრდნობით იმას, რომ მან გაშიფრეს ფესტოსის დისკო, მაგრამ აღიარებული არ არის არც ერთ სამეცნიერო, აი ზოგადად ახლა შეიძლება ერთმა მეცნიერმა აღიარა, მეორე არ. როგორც ასე ვთქვათ, მასივრობიდან გამომდინარე აღიარებული არც ერთი არ არის.
ჩვენ ახლა ფესტოს დისკოზე რომ დავიწყეთ გაშიფრვა მოგეხსენებათ რომ ის არის ფესტოსის დისკო წარმოადგენს დაახლოებით 17 სანტიმეტრის წრიულ თიხის ფირფიტას რომელზეც ორივე მხარეზე არის დატანილი ფიგურები, სიმბოლოები და დაყოფილია ჩარჩოებად, ეგრეთ წოდებულ ჩარჩოებად. და ამ ჩარჩოებში არის ეს სიმბოლოები, აი აქ გაჩვენეთ ცოტა იქით გვაქვს ეგ, მაგრამ მაინც მოუძებნი და გაჩვენებ სანამ მივალთ იქამდე. აი ასეთი სიმბოლოებით არის, მე აქ კიდე ჩარჩოა ასეთი, აქ კიდე და ასე მგვალებ წრეზე მოდის. ჩვენ როცა დავიწყეთ ამის გაშიფრა, წინა ვიდეოში მოგახსენეთ რომ თქვენ ალღზე დაგვიდგა თქო პირდაპირ მნიშვნელობით თქო და ეს თლად ხუმრობა არ არის, მართლაც ასე იყო. აი პალიასტომის ტბას ხომ ხედავთ? აი აქ ჩვენი მშვენიერი კუთხის სამეგრელოს ტერიტორიაზე. საკითხი ესე იგი მად მოცემული ფესტოსის დისკოსში მოცემული ინფორმაცია შეეხება პალიასტომის ტბასთან მომხდარ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს. ამაზე მეც ვერ გეტყვით, იმიტომ რომ დაახლოებით ნახევარი გვაქვს გაშიფრული და სანამ არ დავასრულებთ ამ კვლევას ბოლომდე და არ გავშიფრავთ, არ გვინდა მანამდე წინასწარ რაიმე ვთქვათ. ზოგადად გეტყვით რომ ინფორმაცია დატანილია აი ამ ადგილებთან დაკავშირებით. ახლა რატომ პალიასტომის ტბა? ერთ-ერთი სიმბოლო აი იმ ჩარჩოში, ბევრი ჩარჩოებია, თითო გვერდზეა დაახლოებით 30-33 ჩარჩო. და თითო ჩარჩოშია რამოდენიმე სიმბოლო, ზოგან 5, ზოგან 3, ზოგან 4, ზოგან 6. დაგვირთ აი ამ ერთ-ერთ სიმბოლოს ფესტოსის დისკოსი, აი გრაფიკული გამოსახულება. ეს უკვე შუმერული ვარიანტი. დაგვირთ კარგად. გადმოვიდეთ აქეთ. აი აგერ არის, აი ეს. ახლა პალიასტომი როგორ შეიძლება გაიშიფროს? პალიასტომის ტბის მოხაზულობა პირველი, მეორე არის ფესტოსის დისკოს სიმბოლო, მესამეა ლურსნული დამწერლობიდან აღებული სიმბოლო. დააგვირდით მათ მსგავსებას. აი გვანან ძალიან ერთმანეთს. გაგზელეთ თუმცა. ხო, არა, მისაუბრე არა პრობლემა. ხო, იმიტომ რომ უფრო ზუსტად ვიტყვი. ხო. აქ ძალიან საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ პალიასტომის ტბის მოხაზულობა იმდენად არადამახასიათებელია ზოგადად ტბის ფორმისთვის. აი თქვენ თვითონ ხედავთ მის ფორმას. შემდეგ უკვე ფესტოსის დისკოს სიმბოლოს და ასევე შუმერული ლურსმნულის სიმბოლოს, რომლებიც ერთმანეთს გავს ძალიან. ეს მოხაზულობა იმით არის საინტერესო, რომ წარმოადგენს ძალიან იშვიათ მოხაზულობას ტბებისას. ზოგადად, ალბათ ინდივიდუალიზმის თვალსაზრისით ამ ფორმის ტბა დედამიწაზე არც მოიპოვება. სიმართლე მინდა გითხრათ და საინტერესო ის ფაქტია, რომ ეს სიმბოლო ფესტოსის დისკოზეც ლურსნულშიც, აქადურ ლურსნულშიც იკითხება როგორც პა, ბა პა ან აბ აბ. უფრო სწორი შესატყვისია ბა პა მათი და საბოლოო ჯამში ალბათ უფრო პა. სიტყვა ტბაც, წყალსაცავის ეს დასახელება ტბაც, ტბა თავის დროზე ალბათ სავარაუდოდ იქნებოდა, დაემატა ტც და გამოვიდა როგორც ტბა ან ტბა. თავის დროზე როგორ იქნებოდა, ეს კიდე ცალკე კვლევის საგანია. აღნიშნავს ტბას და პალიასტომის ტბის გამოსახულებაც ზუსტად იმეორებს იმ ფორმას, რაც ამ სიმბოლოს აქვს. და აღნიშნავს ასევე იდეურადაც აღნიშნავს ტბას. აი ეს სიმბოლო იკითხება შუმერულიდან, ლურსნულიდანაც იკითხება როგორც ტბა, წყალსაცავი ტბა. შესატყვისია ფონეტიკური პა. აი აქ გამომავალი ტბიდან რო ის გამოდის პატარა მდინარე და ერთვის შავ ზღვას შემდეგ მალთაყვა, მდინარე მალთაყვა. აი უყურეთ, ისიც კი არის დატანილი ზედ გრაფიკულ გამოსახულებაში ფესტოსის დისკოზე რო გითხარით. ახლა საინტერესო ის არის, რომ ეს ახლა ეს ტბა ამ კონფიგურაციის
ხმელეთიდან არ ჩანს თუ მაღლა არ ახვედი და ასე რომ ვთქვათ ზევიდან არ გადაუღე სურათი ან სატელიტური ან დრონიდან გამომდინარე და ესე იგი საინტერესო ის არის რომ ესე ჩვენ რო ვთქვით აი ეს ვანესები და ისე რაღაცებს ასწავლიდნენ თუ ადამიანს მოდი პირდაპირ ვთქვათ არც არაფერი უჭირს ალბათ საფრენი აპარატებიც გაჩვენეთ ჩვენ ზემოდან გადაღებული სურათის მიხედვით არის შემდეგ გრაფიკულად დატანილი აი ფესტოსის დისკოზე ის რა ქვია და ეს თუ გინდა ესეც ავხსნათ გავაგზავნოთ ხო აქ მნიშვნელოვანი ის არის კიდე რომ კი თქვა აგერ თემურმა რომ ეს სიმბოლოები უпростоრად ამ შემთხვევაში უკვე პალიასტომის ტბის მოხაზულობა ხმელეთიდან არ ჩანს მისი ზომებიდან გამომდინარე ფიქსირდება აეროფოტო გადაღებით საფრენის სიმაღლიდან და ხმელეთზე მყოფი ადამიანებისთვის მისი ფორმა სავარაუდოდ არ უნდა ყოფილიყო ცნობილი ეხლა ვერ გეტყვით პატიოსან მკითხველს და განათლებულ ხალხს მოგვინდია თქვენთვის მოგანდობთ ამ თემას რომ იაზროვნოთ რატო ხდებოდა ასე და საიდან იცოდნენ ერთი ფაქტია კიდე რომ აი ეს სიმბოლოები გარდა იმისა რომ შეიცავდნენ ვერბალურ ნაწილს და შესატყვისებს ასევე ჩვენი აზრით მოიცავდა გეოგრაფიულ ნიშნულებს ესე იგი იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს კონკრეტული ადგილი ეს პალიასტომის ტბის ფორმა და პალიასტომის ტბის ადგილი იმდენად მნიშვნელოვანი იყო ზოგადად იმ ძველ სამყაროში რაღაც მოვლენებს ასახავდა ან იქ მომხდარ მოვლენებს წარმოადგენდა რომ ისინი არა მარტო სიმბოლოებად და ფონეტიკურ მნიშვნელობებად დაიტანეს, არამედ მათი გეოგრაფიული ნიშნულები, რომ დარჩენილიყო ის ცოდნა ამ კონკრეტულ რეგიონში რა ხდებოდა და რას მოიცავდა აზრობრივად რა ზოგადად ეს სიმბოლო და ეს ნიშნები. აქვე გვინდა გითხრათ მაინც ფესტოსის დისკოზე ნაწილს გაგიმხელთ რამდენიმე იმას, რომ აი იქაც რომ პადი კითხება ფესტოსის დისკოზე ეს მარცვალი პაწე ზემოთ გითხარით რომ ტბას აღნიშნავს მათ შორის შუმერულად აკადურადაც და ამ შემთხვევაშიც ჩვენ ავიღეთ აქიდან ეს სიტუაცია და დავიწყეთ ამის გაშიფრვა. აი ხედავთ აგერ ფრაგმენტი ნომერი 30 ფრაგმენტი ფესტოსის დისკოს ბეგვერდის ნომერი 30 ფრაგმენტი. მასში არის გამოსახული ორი სიმბოლო. აი ხედავთ ხომ ერთი აი ეს და მეორე აი ეს უკვე ტბის სიმბოლო. ამარცვალი რაც გითხარით. პირველი სიმბოლო ამ შემთხვევაში შუმერული ლურსმნულიდანაც მსგავსი სიმბოლოები არსებობს აღნიშნავს ფონეტიკური შესატყვისი მისი არის ა. ხოლო შემდეგი უკვე აი ეს ფესტოსის დისკოს მე როგორც გითხარით ბან პა უფრო სწორია პამარცვალი სავარაუდოდ და ერთად მისი წაკითხვის მიმართულებაც გაჩვენებთ აგერ უკვე მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება ამ შემთხვევაში ფესტოსის დისკოს ეს წრე ა პა იკითხება როგორც აპა აი აგერ შემდეგი ეს ორი სიმბოლოთი წარმოდგენილი მონაკვეთი მივიღებთ სიტყვას აპა უნგრული ენიდან ნიშნავს მამას ეხლა რატო უნგრული ენიდან აპა მამად იწოდება მოგეხსენებათ რომ უნგრული ენა არ არის ინდოევროპული ენათა ოჯახის წევრი ფინო-უნგრული ცალკე ჯგუფია სავარაუდოდ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ ეს ტექსტი ფესტოსის დისკოზე დატანილია არა ინდოევროპელების მიერ სავარაუდოდ უფრო იაფეტიდური შტოს მიერ არის დატანილი და მოგეხსენებათ უნგრულ ენაში შემორჩა როგორც ჩანს ეს უძველესი სიტყვა სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ენებში შემორჩენილია ნაწილ-ნაწილი ის უძველესი სიტყვები რომლებიც შემდეგ უკვე იკითხება თანამედროვე ენიდან და მოსაძებნია ხოლმე სხვადასხვა ენებში ეს პრინციპია ცოტათი გაგიმხილეთ რაღაც დონეზე საიდუმლო მაგრამ ძირითადი ნაწილი გასაშიფრია უკვე ამ ფესტოსის დისკოსი. უბრალოდ ჩვენ აქ ამარცვალთან დაკავშირებით გითხარით ეს, იმიტომ რომ რო იკითხება და სიმბოლოც რო იგივეს ნიშნავს. ამაზე აქვს საუბარი. ხო, ახლა გავაგრძელოთ კიდევ და ნიშნულოვანი ფაქტი, რომ ოქროს საწმისთან მიმართებით იქ გველეშაპი იცავდა ოქროს საწმის ხო არის ნათქვამი და ბერძნულ მითოლოგიაში როცა რიონის აი ეს არის მდინარე რიონი, ეს არის შესართავი შავ ზღვასთან. აი გრაფიკული გამოსახულება ჩვენ ავიღეთ აეროდინამიკური გადაღების. დავინახეთ რომ მართლაც რაღაც ფორმით გველეშაპს გაავს ესა. ხო და ხო, აქაც საყურადღებოა ერთი ფაქტი რომ
რიონის ფორმა, ეს არის მდინარე რიონის ფორმა, რომელიც გრაფიკულად ამოვიღეთ ჩვენ, გავაკეთეთ და მისი შესართავი შავ ზღვასთან, ეგრეთ წოდებული დელტა, რასაც ქვია. ამ ფორმით, როდესაც ის ძალიან წააგავს რეპტილიას, ერთ-ერთ სახეობას, გველს, როგორც ასეთი. აი ხედავთ თუ როგორი მსგავსება მისი და ფორმის მსგავსებაც. ეს ყველაფერიც ასევე ჰაერიდან აეროფოტო გადაღებით ჩანს, მხოლოდ რიონის ფორმა ამ შემთხვევაში ამ სახით ხმელეთიდან არ ჩანს არც ეს. ესეც გეოგრაფიული ნიშნულია და მათ შორის სახია იმ გველეშაპის, რომელიც იცავდა ოქროს საწმის. იცავდა როგორ ახლა? გაუჩნდება კითხვა, რომ მდინარე როგორ იცავდა. მდინარის ზომები, განსაკუთრებით შავ ზღვასთან როცა უახლოვდება იგი, 600-დან 800 მეტრამდეა მისი სიგანე, რიონის სიგანე დაახლოებით. ის იყო ბუნებრივი ზღუდე, რომ არ შეეღწია უბრალო მომსვლელს ან მტერს კოლხეთის ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ ზუსტად ინახებოდა ის ოქროს საწმისი, რაზეც საუბარი გვაქვს ჩვენ, წარმოადგენდა ბუნებრივ ზღუდეს ცალი მხრიდან. ხოლო მეორე მხრიდან მისი ერთ-ერთი შემაფერხებელი, უпроსტად ტყების ერთ-ერთი შემაფერხებელი და უცხოპირების შემაფერხებელი გახლავთ კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც წარმოადგენს მდინარეების ქსელით დაქსელილ დაჭაობებულ ადგილს, სადაც მასიური შესვლა ფაქტიურად შეუძლებელია ამ ტერიტორიაზე. ერთი სიტყვით ეს ყველაფერი წარმოადგენდა გეოგრაფიულ ნიშნულებს, მათ შორის შეზღუდვებს, რომ არ მომხდარიყო ტერიტორიაზე უმიზნო შესვლა ვინმესი და ეს საიდუმლო დარჩენილიყო საიდუმლოდ, სანამ არგონავტები არ მოვიდნენ და მოტყუების გზით არ წაიღეს ის, რაც წაიღეს. თქვენს კარგად მოგეხსენება. ესე იგი, ჰაერიდან როგორც ჩანს, როცა მოდი ასე ვთქვათ, გადაადგილდებოდნენ ზეცაში ჰაერიდან, როგორც სანდრომ თქვა, ნიშნულებად იყენებდნენ, მაშინ ახლა მოგეხსენებათ, რომ ესე რაღაც ესეთი ტრაფარეტები და რამე არ იდგა და როგორც ეთქობა ბუნებრივ ადგილებს, მნიშვნელოვანს აგერ ტბას, თქვათ კავკასიონის მთიანეთს, ზღვას ნიშნულებად და ამის მიხედვით ორიენტირდებოდნენ შემდეგ ფრენის პროცესში სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ჩანს ის ჩვენი წინაპრები არ იყვნენ, მაგრამ ის არსებები, რომლებიც ჩვენ წინაპრებთან ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ჩანს აი ამ შავი ზღვის აკვატორიაში და კონკრეტულად თანამედროვე კოლხეთის ანუ სამეგრელოს ტერიტორიაზე. და რაც შეეხება იმას, რომ თუ რა არის მე მაგ დისკოზე დატანილი, ეს არის საოცრება რა, ამას მე იქნება როგორმე დავასრულოთ, ძალიან გვიჭირს დასრულება, რთული სამუშაოა, ძალიან რთული სამუშაო, 300-260 სიმბოლომდე არის და თითო სიმბოლო წარმოიდგინოთო რამოდენიმე სიტყვას, ზოგჯერ მარცვალს და 1000 რამეს შეიცავს და ყველაფერი არის სათითაოდ გასავლელი და რომ არ შეცდე და არაფერი შეცდომა არ მოგივიდეს. შემდეგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ტარტარიასთან დაკავშირებით. აი ასეთი სიმბოლო არის ფესტოსის დისკოზე დატანილი და ჩვენ დიდი განშის და ასე რომ ვთქვათ ძებნის და კვლევის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს ტარტარია უნდა იყოს ასევე საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან თვითონ საქართველო იყო ბუნებრივად ისეთი ადგილი, სადაც თავისუფლად შეეძლო პირველყოფილ ადამიანს არსებობა და შემდეგ განვითარება და გავრცობა გადასხლა სხვა ტერიტორიებზე და თქვენ თუ გაიხსენებთ ძუძუანას ღვიმეში აღმოჩენილი ადამიანის ფრაგმენტის ნაწილს კბილი იყო, ხო ასეა. სავარაუდოდ გენეტიკური თანამედროვე გენეტიკური კვლევებით დადგინდა, რომ ეგვიპტეში არის წასული აქედან აი ეს ადამიანის ეს სახეობა უძველეს პერიოდში, არ ვამბობთ გუშინ და გუშინ ძილდები იმ ეპოქის პერიოდებზე ვსაუბრობთ და ამ ტარტარიაზეც გვინდა მე რომ ცალკე ჩავწეროთ ვიდეოები და ცალკე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი თემებია, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. აი უამრავი საკითხებია, ისეთი კვლევები გვაქვს, მთელი იმას ასე მივყვებით და წერთ ყველაფერს, რისი დაწერაც შეიძლება და
მხოლოდ არგუმენტებზე და წყაროებზე და ისტორიულ ფაქტებზე და მოვლენებზე დაყრდნობით. ჩვენ არ ვაკეთებთ არცეთ განსხვავებულ რაღაც დასკვნებს ისეც რომ თქვათ ორჭოფული იყოს ან ასე არ იყოს ან ისე იყოს. მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ძალიან გთხოვთ რომ ამით დავასრულებთ ახლა და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი დაგვეკონტაქტოთ მოიწონოთ არხი ისა რა ქვია თუ რამე შეკითხვები გაქვთ ამ შეკითხვებზეც გიპასუხებთ როგორც გითხარით კვლევები თუ გაინტერესებთ გამოგიგზავნით კვლევებს მხოლოდ თქვენი ელფოსტის მისამართები გვინდა და ამის გაკეთება არ არის რთული პროცესი და თქვენ თვითონ წაიკითხავთ და ეს ყველაფერი ერთმანეთში არის ასე რომ ვთქვათ გადამული და გადაჯაჭვული და ყველაფერი შეეხება საქართველოს ისტორიამდე მიდის საბოლოო ჯამში. აი ჩვენ რომ მოგიყევით წინა ვიდეოებში არის როგორ დაარსდა ქართული სახელმწიფო ქართლოსიდან დაწყებული ეთნარქი ვინც იყო ჩვენი ქართლოსიდან დაწყებული და მათი ძმებიდან როგორ განსახლდნენ სხვადასხვა ტერიტორიაზე თანამედროვე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და როგორი კულტურა ჩამოაყალიბეს და რა სახელმწიფო ჩამოაყალიბეს საბოლოოდ ეს ყველაფერი გითხარით აქამდე მიდის სულ ყველაფერი ეს საკითხები მიდის აქამდე რომ ესე იგი საქართველო იყო უმნიშვნელოვანესი ცენტრი უძველესი ცივილიზაციის. ხო, კიდევ ერთი ფაქტი ის რომ თანამედროვე ისტორიაში, უпростоრად ისტორიაში, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, მაქსიმალურად შეზღუდულია ეს ცნობები. ძალიან საძიებელია, იმიტომ რომ ფაქტიურად ისტორიის განმავლობაშიც ეს ტექსტები, ეს ინფორმაცია, ის ისტორიული დოკუმენტები ყველაფერი ან იმალებოდა ან ცუდი დროის გამო, თქვათ, რეჟიმების გამო იკარგებოდა, ნადგურდებოდა, ყალბდებოდა, ამ ყველაფერს ჭირდება ძალიან დიდი სამუშაო, რომ ამ ყველაფერს მოუყარო ერთად თავი. გაანალიზოს ყველაფერი, ამოიღო ის ცოტა ინფორმაცია მაინც, რაც შემორჩა და გადაურჩა იმ მტარვალურ დამოკიდებულებას, რაც საქართველოსთან მიმართებაში გამოიჩინეს სხვადასხვა ჯგუფებმა თუ არ ვიცი ვერ გეტყვით რაზეც არის საუბარი ახლა აღარ არის საჭირო ამ თემაზე უბრალოდ ჩვენი გულის ტკივილი გვაწუხებს რომ მსოფლიო ისტორიიდან განქრალია ის მნიშვნელოვანი რგოლი და ნაწილი რაც საქართველოს ეხება კავკასიის რეგიონიდან იწყება ძალიან ბევრი რამე თითქმის უმეტესი ნაწილი კაცობრიობის განვითარების და ამ ყველაფერს ჩვენ ვიკვლევთ ვცდილობთ ასე რომ ვთქვათ იმ მასალას ვეძებთ რომელი მასალაც დაადასტურებს და იმ ბმას გაჭურბმას, რასაც ისტორია ქვია, დაუბრუნებს თავის ნორმალურ კალაპოტს. ერთიც გვინდა კიდევ გითხრათ, რომ აი სვანური ლილეო რო არის, მზის საგალობელი არისო. აი როგორ იყოფეს ლილეო, ანუ ლეო ომი, ისა ლომი აიცით, შუმერულად არის კაცი, ადამიანი და ლი არის მზე და ისა ბოდიში ზედა ლეო ლომი ხო? ნახეთ, ლი არის აი საგალობელში ლი ზოგადად მზედ იწოდებოდა, მზის აი გაჩვენებთ ახლა როგორ იყოფა ეს სიტყვა მზე ლი მისი შესატყვისი გახლდათ აი ეს სიმბოლო რომელიც ამოღებული იქნა მე ქართული ანბანიდან და ქართულ ანბანშიც იგი იკითხება როგორც ლი მზის სიმბოლო და შემდეგი სიტყვა ორ ნაწილად იყოფა ეს სიტყვა ლილეო არის ლეო რომელიც აღნიშნავს მზელომს მზელომი რომელიც ასევე უძველეს კულტურებში არის ხშირად გამოსახული როგორც ანზუდი ასე რომ ვთქვათ რა ანზუდის მნიშვნელობით იხმარება ეს ლილეო მზელომი ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდე ჩავწერთ დამატებით შემდეგ ვიდეოებში ზუსტად უბრალოდ იმხელა მასალაა რომ ვერ ვეტევით კონკრეტულად ასეთ ვიდეოებში ჯობია ცალ-ცალკე ჩავწეროთ გასაგები რო უფრო იყოს ადამიანებისთვის ბევრ თემას არ მოვიცავთ ჩავწერთ ზუსტად კონკრეტულად ნაწილ-ნაწილ ისე რომ გასაგები გახდეს ყველა ადამიანისთვის რა ვფიქრობთ ასე რომ გავაკეთოთ ეს ამბავი ხო ეს ახლა სანდრო რაც თქვა ლეოზე და წინაზე ვთქვათ პალიასტომზე და იმაზე ეს დეტალებია რომელიც ქმნის ერთიან სისტემას მე ისტორიისას და ამიტომ საჭიროა მათი ცალ-ცალკე ჩაწერა და უფრო გააზრება და
აქ ჩვენ კიდევ ერთი რაღაც გვინდა გვაინტერესებს თქვენ ძალიან ბევრი ისტორიკოს ვეკონტაქტებით ენათ მეცნიერს, ცნობილ ენათ მეცნიერებს, მათ შორის რომ იცოდეთ თქვენ გაგზავნილი გვაქვს ჩვენი კვლევები ის გრაგლიანის შესახებაც და ბევრგან ძალიან ბევრგან უნივერსიტეტებშია გაგზავნილი და ვცდილობთ რომ მოვძებნოთ მეცნიერი პალეოგრაფი ქართველი რომელიც შეძლებს ან არ შეძლებს და უარყოფს ჩვენს კვლევებს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვიძიეთ ასეთი ადამიანი და ახლაც მოგმართავთ ნებისმიერს თუ თქვენ რაიმე კონკრეტულად გაინტერესებთ და თქვენ თვლით რომ ჩვენ არასწორად რაღაც საკითხებს არასწორად ასე რომ ვთქვათ ინტერპრეტირებას ვუკეთებთ მოგწერეთ და ჩვენ გაცილებით მეტ მასალას მოგაწვდით ვიდრე ახლა ამ მცირე ვიდეოებში შეგვიძლია წარმოგიდგინოთ იმიტომ რომ თქვენ თვითონაც ხვდებით ამას ყველაფერს ვერ მოყვებით ხომ აი შეხედეთ რამდენი გვერდებია ისეთი რომ მხოლოდ ახსნებია მასზე დატანილი ამით დავასრულოთ დიდი მადლობა და გთხოვთ რომ ამაში დაგვეხმაროთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და თქვენი აზრი მოგვახსენოთ აუცილებლად ჩვენ ასე ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერზე ცალ-ცალკე წარმოადგენთ ვიდეოებს. დიდი მადლობა.